ვისაუბრებთ რას უშრება სტრესი ჩვენს ორგანიზმს, რატომ გვემართება და როგორ შევამციროთ სტრესი. სტრესი სინამდვილეში არის ჩვენი ორგანიზმის გადარჩენის მექანიზმი, რომელიც უნივერსალური არ არის ადამიანებისთვის. ანუ სხვა ცხოველებსაც აქვთ სტრესი და სტრეს რეაქცია ცხოველებში 300 მილიონ წელზე მეტი არსებობს. ადამიანებში რა 1,800,000 რაც ადამიანები არსებობენ მოკლედ რა, ცოტა თანამედროვე სახით კიდევ უფრო ნაკლები 300,000 წელი. არსებობს სტრეს რეაქცია. სტრეს რეაქცია გვიცავს. როგორ გვიცავს სტრეს რეაქცია? სტრეს რეაქცია აკეთებს ენერგიის მობილიზებას დროის მოკლე მონაკვეთში, როცა არის საფრთხე იმისთვის, რომ ან გავიქცეთ, ან შევებრძოლოთ. ეს ჭირდებოდა რეალურად ორგანიზმს, რომ თუ საფრთხე იქნებოდა, ან უნდა გაქცეულიყო, ან უნდა შებრძოლებულიყო. ეს რომელიმე და ამას ქვია ბრძოლის ან გაქცევის რეაქცია. ხო, მე გამოყოფენ, რომ ზოგი ადამიანი იყინება და გაყინვას ეძახიან, რომ სტრესის დროს რომ ვერაფერს ვერ აკეთებს, შეშლება გაშეშებულია. სტრესი ვითარდება ესე უეცარი საფრთხის თუ დაინახავდა ლომს ჩვენი წინაპარი განვითარდებოდა უცებ სტრეს რეაქცია და ორგანიზმში ენერგია ან მოუზღავდებოდა ენერგია, უეცარი ენერგია, ორგანიზმი გააჩერებდა სხვა სისტემას, სხვა სისტემებს, მაგალითად საწვის მონელების სისტემას, სქესობრივი აქტივობისას და კუნთებში წავიდოდა ენერგია, გლუკოზა გამოთავისუფლდებოდა, გული აჩქარდებოდა, წნევა მოემატებოდა იმის რომ ან კარგად გაქცეულიყო, ან შებრძოლებოდა. თუ ეკნებოდა აზრი შებრძოლებას, მაგრამ მაინც. ეს იყო სტრეს რეაქცია, რომელიც ეხმარება ყველას ცხოველებს, ადამიანებსაც გადარჩენაში. გინახეთ ალბათ ხო, რომ რა სიჩქარით გარბიან ხოლმე ის ცხოველები, თუ გაეკიდება ისა მტაცებელი. ან როგორ თანგვანწირვით იბრძვიან ხოლმე, როცა შებრძოლებიან, ან როცა შვილს იცავს ცხოველი. სტრეს რეაქცია ეს ყველაფერი და ეს სტრეს რეაქცია უმეტესად არის მოულოდნელი, უეცარი, მოკლე, ძალიან ინტენსიური, უეცარი საფრთხე, მაშინ ვთქვათ ტვინი აღიქვა საფრთხეს. ამას აკეთებს ამიგდალა, შიშის ცენტრი არის ემოციების და ეს საფრთხე შეიძლება იყოს ავარია მაგალითად, ან უცებ დაამუხრუჭა მანქანამ, ან უცებ მოულოდნელი ხმაური გაიგო ადამიანმა და მაგის შეეშინდა. არ არის აუცილებელი რომ ეს პირდაპირ ფიზიკური საფრთხე იყოს, შეიძლება იყოს სიმბოლური საფრთხე რაღაცა, რომელსაც ტვინს ძალიან შეეშინდეს და რა ხდება ამ დროს? ამ დროს გამოიყოფა ადრენალინი და ნორადრენალინი, ან უეცრად თირკმელზე და ჯირკვალში გამოიყოფა ადრენალინი, ნორადრენალინი, რომელიც აჩქარებს გულს, სუნთქვას, აჩქარებს სისხლის წნევას, აჩქარებს ღვიძლი გამოუშვებს გლუკოზას, სისხლში გლუკოზა აუვარდა, იმიტომ ამბობენ ხოლმე ადამიანები რას ამბობენ, რომ ისეთი ვინერვიულეო, რომ შაქარმა ამიწიაო, აი ეგ არის, რატომ რაც ემართებათ ხოლმე მაგ დროს. სისხლი მიდის კუნთებში, საწვის მონელების სისტემა წვეს მუშაობას, გუგები ფართოვდება, მეტი სინათლე შევიდეს, რეაქციის დრო მცირდება, რომ უფრო სწრაფი იყოს ადამიანი, ტვინი ხდება უფრო მობილიზებული და ეს ყველაფერი ხდება 10 წამზე ნაკლებ ხანში. ანუ სტრეს რეაქცია ძალიან მაგარი რამეა, როცა ადამიანს ჭირდება. ან ესეთი სტრეს რეაქცია საშიში არ არის, ანუ თუ კი ეს ხდება იშვიათად, არ არის საშიში, მაგრამ თუ ხდება დღეში რამდენჯერმე და საკმარისად, შეიძლება წნევა მოუმატოს ადამიანმა, შაქარმა აუწიოს, ანთება დაეწყოს, ინსულინის რეზისტენტობა განვითარდეს, თავის ტკივილები განვითარდეს, შაკიკი და ასე ძილის პრობლემები ქონდეს და ყველა პატარა ტრიგერზე, პატარა გაფაჩუნებაზე ადამიანს გული უჩქარდებოდეს და ეშინოდეს და აი ნერვებზე ვარო ზოგჯერ ამბობენ ხოლმე, ეგ არის, ზოგი ესე ამბობს, ზოგი ისე. ეხლა
ეს ყველაფერი ეხება მოკლე სტრესს, მაგრამ როცა სტრესი გრძელდება ქრონიკულად, კვირების განმავლობაში, თვეების განმავლობაში და როცა ეს მდგომარეობა არ უმჯობესდება, მუდმივად როცა გრძელდება სტრესი და სტრეს რეაქცია, აი ეგ მაშინ იქნება რეალურად პრობლემა. ამ დროს კორტიზოლი ხდება მთავარი ჰორმონი. ეს არის სტრეს ჰორმონი კორტიზოლი, რომელიც სტრესის დროს გამოიყოფა და ქრონიკული სტრესის დროს კორტიზოლი რჩება მუდმივად აწეული და მადლობა რომ დაინტერესდი. ამ ვიდეოს ვქნი უკვე 8 წელზე მეტია კვლევებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის სამედიცინო ინფორმაციით. არხზე დღეს 1700-ზე მეტი ვიდეოა. თუ აქ მიღებული ცოდნა გეხმარება და გაქვს საშუალება, მხარი დაუჭირე არხს დონაციით. შენი მხარდაჭერით მეტ ადამიანს დაეხმარები იცხოვროს უკეთესი ჯანმრთელობით. კორტიზოლი ასუსტებს იმუნურ სისტემას. კორტიზოლი ჩრგუნავს ზოგადად იმუნურ სისტემას. ამიტომ ისაც ქრონიკული სტრესი აქვს, უფრო ხშირად ემართება გრიპი და გაციება. უფრო ნელა უხორცდებათ თუ რამე, უფრო მაღალი რისკი აქვს ინფექციების, უფრო მაღალი რისკი აქვს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების, სასქესო ჰორმონები უარდებათ, მუდმივად თავს დაღლილად გრძნობენ, წონაში იმატებენ, ლიბიდო უქვეითდებათ, მენსტრუაციული ციკლი ერევათ, ნაყოფიერება მცირდება, ცხიმოვანი ქსოვილი და ცხიმი მუცლის გარშემო იზრდება, დიდი მუცელი აქვს. დიდი მუცელი იმიტომ აქვს, რომ სწრაფი ენერგია ის წყარო ქონდეს, ორგანიზმი გრძნობს, რომ ვითომ სულ სტრესში ვარ და სწრაფი ენერგიის წყარო ამ შემთხვევაში არის ეს ცხიმები და ამიტომ აგროვებს ცხიმებს. აქვე ის უნდა აღნიშნოთ, რომ ბუნებაში ქრონიკული სტრესი არ არსებობდა საკამათო ნათქვამი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რაღაც ფორმით არსებობდა, მაგრამ აი რო თქვა რომ მაგალითად ეხა კატა ან ძაღლი სულ რაღაცა ქრონიკულ სტრესს განიცდის, თუ არ აწამებს და რაღაც ეს არ უშრები, ჩვეულებრივ ბუნებრივ მდგომარეობაში არ აქვს ეს. იმ მომენტში შეიძლება კი შეაშინო და რაღაც მომენტალურად შეაშინო, მაგრამ ისე რომ ქრონიკული ფინანსური კრიზისი მაქვს და ამაზე ნერვიულობდეს, არა, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება. და რაში ემართებოდათ ადამიანებს, რაში გამოიხატებოდა ქრონიკული სტრესი? საჭმელი თუ არ ქონდათ? ანუ საჭმელი თუ არ ქონდათ, ქრონიკული სტრესი იყო, ორგანიზმი გადადიოდა ქრონიკულ სტრესის მდგომარეობაში და რა შრობოდა, ცდილობდა რომ ენერგია დაეზოგა და ცხიმების მობილიზება მოეხდინა, ცხიმები დაეგროვებინა. და რა ხდება ქრონიკული სტრესის სუქდებით, იმიტომ რომ ორგანიზმი ცდილობს რომ ცხიმები დააგროვოს, იმიტომ რომ ორგანიზმი შეჩვეულია, ევოლუციურად შეჩვეულია ამ ათასობით წლის განმავლობაში, რომ ქრონიკული სტრესი ემართებოდა მაშინ, როცა შიმშილი იყო. აი ამიტომ ქრონიკული სტრესი ცვლის ტვინის სტრუქტურასაც. ჰიპოკამპი არის ესეთი ტვინის უბანი, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერებაზე და ის ხდება უფრო მცირე, უფრო ნაკლებად ეფექტური, ადამიანებს ადვილად ავიწყდებათ რაღაცები, კონცენტრებას ვეღარ ახერხებენ კარგად, პრეფრონტალური კორტექსი, რომელიც განწყობილების მიღებაზეა პასუხისმგებელი და ემოციების კონტროლზე ხდება უფრო სუსტი, ამიგდალა, რომელიც არის შიშის ცენტრი, კიდევ უფრო ძლიერდება და უფრო ყურადღებიანი ხდება, ადვილად ღიზიანდება ადამიანი, პატარა რაღაცაზე ნერვიულობს, გადამეტებულად ფიქრობს და ეს და იგივე რაღაცებს ფიქრობს, მუდმივად აძლიერებს პრობლემებს, ანტიციპაცია ხდება ამ პრობლემების გაძლიერება და ქრონიკულ სტრესს აქვს ძალიან ცუდი გრძელვადიანი გამოსავალი. სისხლის წნევა იწევს, ინსულტის რისკი იმატებს, გულის დაავადების რისკი იმატებს, ადამიანები ცხოვრობენ უფრო ნაკლებს, ვიდრე არასტრესული ადამიანები, გულსისხლძარღვთა სისტემა მუდმივად ანთებით სტადიაში ჩნდება და მაინც აი რა იწვევს ამ ქრონიკულ სტრესს? იტყვის ადამიანი, რომ აი რა არის ეს ოხერი, აი რა, აი კონკრეტულად რა, ხო, აი რა და რა დოზით მაგალითად რა იწვევს? სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციები იწვევს სტრესს, რომელიც მუდმივად გრძელდება, რომელიც მუდმივი წნევაა ჩვენზე და ერთ-ერთი ყველაზე ხშირი არის მაგალითად გადატვირთული მუშაობა. როცა ადამიანი აკეთებს, ადამიანს აქვს გასაკეთებელი ძალიან ბევრი რამე, ვიდრე მის შესაძლებლობის ფარგლებშია. როცა დედლაინები მკაცრია, კონტროლი ცოტა, თვითონ არ აქვს მოვლენებზე საკმარისი კონტროლი და მუდმივად ეს ადამიანი ნერვიულობს. მეორე მაგალითი არის ფინანსური პრობლემები მაგალითად, როცა ადამიანს აქვს გაურკვევლა ფინანსური კუთხით,
ეს არის მისთვის საფრთხე გადარჩენის და ორგანიზმი ამას აღიქვას როგორც საფრთხეთ, ვალს, არასტაბილურ შემოსავალს, ხარჯები როცა იდება, რაღაცები ძვირდება და ეშინია სამსახური არ დაკარგოს და მუდმივად ტვინი არის სტრესში. მესამე არის არასტაბილური ურთიერთობები. როცა პარტნიორთან მუდმივი კონფლიქტი გაქვს, როცა გაურკვევლობა გაქვს მუდმივად, არც რას რომ მოელოდე, როცა არ არის შენი პარტნიორის ქცევა, არის განუსაზღვრელი, არც რას გააკეთებს, რაც ჩაიდენს, ხო? აი მუდმივად სტრესში ხარ, იმიტომ რომ რაღაცა შეიძლება წამოუაროს, როცა ემოციური მიტოვებულობის შეგრძნება გაქვს, როცა მთელი დღე ფიქრობ ამაზე, მუდმივად ადამიანი ნერვიულობს. ასევე ემოციური არასტაბილურობა, რომელიც აი ამ მდგომარეობას ის დროს არის ხოლმე, ეს არის იგივე ბიოლოგიური საფრთხე და ადამიანს აქვს შემდეგ სტრესი. მეოთხე მაგალითი არის ძილის უკმარისობა ქრონიკული, როცა ადამიანი განსაკუთრებით ერთი კვირაც საკმარისია, ერთი დღეც საკმარისია ცუდად ეძინოს ადამიანს და კორტიზოლის დონე მეორე დღეს იქნება მაღალი. და შეიძლება იყოს 40%-ით მაღალი კორტიზოლის დონე მეორე დღეს. შემდეგი არის შეიძლება იყოს არეულობა, როცა გარშემო არეულობა, ანუ არეულობა სერიოზული. შემდეგი არის როცა მუდმივად მულტიტასკინგში ადამიანი მუდმივად აკეთებს ძალიან ბევრ რამეს ერთდროულად. ადამიანი არ არის იმისთვის, რომ ესეც ერთდროულად აკეთოს და აქედან უცებ აქეთ გადმოერთოს, იქიდან აქეთ გადმოერთოს, აქედან იქით გადმოერთოს, არა. ეს იწვევს სტრესს. ჯობია, ამიტომ ყოველთვის ჯობია ხოლმე, რომ ან ჯერ ერთი სახის რაღაცები გააკეთო, მეორე სახის რაღაცები გააკეთო და უფრო ეფექტურიც ხარ, უფრო მშვიდათაც ხარ და არც ნერვიულობ, ეგ არის და ემოციურადაც უფრო მეტად სტაბილური ხარ ამ დროს. შემდეგი რაც იწვევს ქრონიკულ სტრესს, ეს არის სერიოზული დაავადებები, ქრონიკული დაავადებები, რომელიც განსაკუთრებით ტკივილი აქვს, ან მოულოდნელი სიმპტომები აქვს, ან ცუდი პროგნოზი აქვს, ეს იწვევს ქრონიკულ სტრესს. ასევე სოციალური იზოლაცია, ადამიანი სოციალურ იზოლაციას, ანუ როცა სხვა ადამიანებთან არ ურთიერთობს, ამას აღიქვას როგორც ბიოლოგიურ საფრთხეს და თანამედროვე კვლევებით დადგენილია, რომ სოციალური იზოლაცია და მარტოობა სტრესის ჰორმონს წევს ზევით დაახლოებით 30%, ანუ დაახლოებით ისე როგორც ცუდი ძილი, ისე რომ არ ეძინოს ადამიანს. ეს ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია და შემდეგი არის როცა განუსაზღვრელი გარემო გაქვს და კონტროლის არ ქონა. ამიტომ რომ ადამიანებს უჭირთ განუსაზღვრელობაში რეაგირება. რატო? იმიტომ რომ სტრესი იწვევს. როცა არ იცი რა მოხდება, როგორი იქნება სტრესია, ეს ძლიერი მუდმივი შიში გაქვს, რატო ბიზნესის დაწყება, რატო ერთულებად ადამიანებს, იმიტომ რომ მუდმივად გიწევს განუსაზღვრელობასთან ბრძოლა, მუდმივად გიწევს, რომ აი ხა ეს რას იფიქრებს, ახლა აქ რა უნდა ვქნა, ახლა იქ რა უნდა ვქნა და ესე. და აი ამის გამოა რომ ეს მუდმივი სტრესი ეს არის მიზეზი. ახლა რას უშრება ჩვენს ორგანიზმს სტრესი? ყველაზე მთავარია რომ ანთებას იწვევს ორგანიზმში სტრესი, ქრონიკულ ანთებას იწვევს და ქრონიკულ ანთებას რატო იწვევს? ახლა სტრესის დროს ხო გამოიყოფა კორტიზოლი, რომელიც არის სტრესული ჰორმონი, მაგრამ კორტიზოლი სინამდვილეში ანთებას ამცირებს და აი მან გაუჩნდა კითხვა ადამიანს, რომ მაშინ რას გულისხმობ, რომ თუ ანთებას ამცირებს, ანთება რანაირად იზრდება ორგანიზმში. ესეთი რაღაცა ხდება, რომ დროთაგან როცა კორტიზოლი გამოიყოფა ქრონიკული სტრესის დროს, უჯრედები ამ კორტიზოლს ეჩვევიან და კორტიზოლი კარგავს ეფექტს და მიუხედავად იმისა, რომ კორტიზოლი ანთების საწინააღმდეგოა, მაინც ორგანიზმში ანთება ძლიერდება იმის მიუხედავად, რომ კორტიზოლი აწეულია, იმიტომ რომ კორტიზოლის ეფექტი დაკარგული აქვს და უჯრედი გამოიმუშავებენ ანთების მედიატორებს, ციტოკინებს და ანთების მარკერები სისხლში არის აწეული. ანთების მარკერები არის მაგალითად რის გაზომა შეიძლება სისხლში გაზომო, რომ ანთება მაქვს თუ არა მაქვს. C-რეაქტიული ცილა მაგალითად, ხო? ინტერლეიკინები, ტუმერ ნეკროზის ფაქტორი, TNF-ი, ანთების მარკერები და ეგენი იმატებს.
ასევე ქრონიკული სტრესის დროს საწვლის მონელებელი სისტემა ზიანდება, უფრო საწვლის მონელებელი სისტემის კედელი ხდება უფრო თხელი, უფრო ვიწრო და ბაქტერიები და ბაქტერიების ნაწილაკები ადვილად აღწევენ სისხლში და იწვევენ ანთებას და ეგეც არის კიდე დამატებით ქრონიკული ანთების მაჩვენებელი და პრობლემა და ასევე განსაკუთრებით თუ კი ადამიანს ნორმალურად არ ძინავს და შაქარი არასტაბილურია, შაქრის პრობლემა თუ გლუკოზის პრობლემა თუ აქვს და ინსულინ რეზისტენტობა თუ აქვს. ამიტომ აი ამ მიზეზების გამო სხვა დაავადებების რისკს ზრდის სტრესი მნიშვნელოვნად. მაგალითად, დიაბეტის რისკს ზრდის თითქმის 60%-ით, გულის შეტევის რისკს თითქმის 50%-ით, სისხლძარღვების პრობლემებს, ათეროსკლეროზი, ვისაც აქვს ათეროსკლეროზი, ფოლაკი არასტაბილური ხდება და უფრო დიდი შანსია რომ გასკდეს და შემდეგ თრომბი დაჯდეს. ინსულტის რისკი იზრდება თითქმის 40% ქრონიკული სტრესის, დეპრესიის რისკი იზრდება 400%-ით 4-ჯერ. რადგან ნეიროტრანსმიტერებზე მოქმედებს, ჰიპოკამპზე მოქმედებს და ასევე ავტოიმუნური დაავადებების რისკები იზრდება, როცა ადამიანს აქვს ქრონიკული სტრესი, მაგალითად რევმატოიდული ართრიტი, ჰაშიმოტოს დაავადება, დაახლოებით 30%-ით. იმუნური სისტემა სუსტდება, გაღიზიანებული ნაწლავის რისკი იმატებს თითქმის 50%-ით. ასევე შაკიკის შეტევების სიხშირე იმატებს თითქმის 40%-ით და ტკივილის მიმართ უფრო მგრძნობიარე ხდება თავის ტვინი და ანუ რეალურად ქრონიკული სტრესის უდიდესი პრობლემები მოაქვს და ზიანი ჩვენი ორგანიზმისთვის. და ეხლა ვთქვათ, რითი შეიძლება საკვები დანამატები, რითი შეიძლება სტრესის შემცირება. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის მაგნიუმი. მაგნიუმის გლიცინატი ან მაგნიუმის ციტრატი ძირითადად ამცირებს სტრესს მნიშვნელოვნად 200 ან 400 მილიგრამი დღის განმავლობაში, ძილამდე დაახლოებით 9 საათით ადრე. ვისაც სტრესი აქვს, ძალიან ხშირად აქვს მაგნიუმის დონე დაბალი, ეხმარება რომ ეს დაძაბულობა შემცირდეს, გაღიზიანებულობა შემცირდეს, ძილის პრობლემების შემცირდეს. ამიტომ მაგნიუმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მეორე მნიშვნელოვანი საკვები დანამატი არის L-თიანინი, რომელიც ჩაის ფოთლების შემადგენლობაში შედის. ამინომჟავაა L-თიანინი და ამცირებს სტრესს ტვინის ალფა ტალღების გაძლიერების შედეგად და ადამიანს აძლევს მეშვიდ ყურადღებას, ანუ უფრო მეტ, ანუ არ ამშვიდებს ისე რომ სედაცია არ აქვს ადამიანს, ანუ აი არ ადუნებს, მაგრამ აძლევს სიმშვიდეს და ადამიანი გრძნობს რომ აი ის რაც ნერვიულობდა, ისე აღარ ნერვიულობს, ისე სტრესი აღარ აქვს და ორგანიზმი უფრო მსუბუქად გრძნობს თავს. შემდეგი საკვები დანამატი მნიშვნელოვანი არის ომეგა-3, EPA და DHA ორივე 1-2 გრამი დღის განმავლობაში მიიღება. ეს აუცილებელია ნერვული უჯრედების კომუნიკაციისთვისაც და ტვინში ანთების შემცირებისთვისაც. ეს ქრონიკული ანთება და ანთების მედიატორები, რომელიც ტვინში გამოიყოფა, ეგ მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტრესის დროს და მაგას ამცირებს მნიშვნელოვნად, ამიტომ შფოთვის სიმპტომებს დაახლოებით 20%-ით ამცირებს, როცა ადამიანები იღებენ ომეგა-3-ს, ამიტომ ომეგა-3-იც მნიშვნელოვანია. და როდეოლა არის შემდეგი საკვები დანამატი. როდეოლა სტრესს ამცირებს და ენერგიის პროდუქციას აუმჯობესებს თავის ტვინში, ნეიროტრანსმიტერებზე მოქმედებს სეროტონინზე და დოფამინზე და ორივე მნიშვნელოვანია. ადამიანის კარგად ყოფნის შეგრძნებისთვისაც და ენერგიისთვისაც, სტრესის დროს ადამიანი უფრო გამძლე ხდება და როდეოლა ამცირებს დაღლილობას თითქმის 60% ადამიანებისა 2 კვირის განმავლობაში და ასევე საკვები დანამატი, რომელიც მიიღება ხოლმე ქრონიკული სტრესის დროს, ხშირად არის B ვიტამინების კომპლექსი. B კომპლექსი ეხმარება ნეიროტრანსმიტერების სინთეზს, თითქმის ჯირკვლის ფუნქციას აუმჯობესებს. ადამიანებს ვინცაც სტრესი აქვს, მეტი საჭიროება აქვს B ვიტამინების, განსაკუთრებით B6, B9, B12 და ეხმარება თავის ტვინის მუშაობაში, ნერვებისთვის არის აუცილებელი, ემოციური სტაბილურობისთვის და ადამიანებს ვისაც უწევთ სტრესში მუშაობა. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.